ბუდუს ტრანსფერის დეტალები და ის რაც უნდა ვიცოდეთ ქართველის ახალ კლუბზე. ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა, მიქაუტაძის კომენტარი კლუბის შეცვლასთან დაკავშირებით და უმარის წარმოდგენები დვალიშვილზე. სანამ ამ და სხვა სიახლეებს გაგაცნობთ, გეტყვით, რომ კიდევ ერთხელ იყო მცდელობა არხის წაშლის. მიზეზი უცნობია, მაგრამ რაც მთავარია, ჯერჯერობით ხერხდება არხის შენარჩუნება. ნებისმიერ შემთხვევაში ახლა თქვენი მხარდაჭერა ძალიან მჭირდება. ხდოთ დაალაიქოთ ვიდეო, დააკომენტაროთ, გააზიაროთ, გამოიწეროთ არხი და ჩართოთ ზარის ხილად. ეს მე ძალიან დამეხმარება. და თუ მაინც ერთ დღესაც ვინმე ასე უმიზეზოთ წაშლის ჩემი ამდენი წლის შრომას, იცოდეთ, რომ აქ სადმე მაინც მიპოვით. ახლა კიდევ ვიწყოთ გერმანიიდან, სადაც 2025 წლის პირველი ქართული ტრანსფერი შედგა. ოფიციალურად ბუდუ ზივზივაძე ჰაიდენჰაიმის ფეხბურთელია. ქართველის ოცნება ახდა. ის ბუნდესლიგაში ითამაშებს. როგორც ცნობილია, ზივზივაძემ ახალ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰაიდენჰაიმმა ქართველი 1,500,000 ევროს სანაცვლოდ დაიმატა. ეს კი კარლსრუესთვის კარგი თანხაა, რადგან ზივზივაძე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდებოდა. ჰაიდენჰაიმის ხელმძღვანელი ჰოლგერ სანვალდი აღნიშნავს, რომ ისინი ზივზივაძეს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მათი თქმით, ქართველმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი საგოლე ალღუ აქვს. ამიტომ მას გუნდში მოუთმენლად ელია. თავის მხრივ, ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგის კლუბის ვებგვერდთან აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ბუნდესლიგაში სადებიუტო შეხვედრას და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კლუბი უმაღლეს დივიზიონში დარჩეს. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ჰაიდენჰაიმს ბუნდესლიგის 15 ტურში 10 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში მე-16 ადგილზე იმყოფება. საინტერესოა ისიც, რომ ქართველის ახალი კლუბი კონფერენს ლიგის პლეი-ოფშია, სადაც თებერვალში გიორგი გოჩოლაიშვილის კოპენჰაგენს დაუპირისპირდება. თუმცა მანამდე ბუნდესლიგის შეხვედრებია. ჰაიდენჰაიმი მომდევნო შეხვედრას 11 იანვარს უნიონთან გამართავს და დიდი შანსია, რომ ქართველის დებიუტიც სწორედ ამ შეხვედრაში შედგეს, რადგან როგორც ცნობილია, ბუდუმ ახალ კლუბთან ერთად პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა. საინტერესოა ისიც, რომ ჰაიდენჰაიმს უკვე 18 წელია ერთი მწვრთნელი ყავს და ის გერმანელი ფრანკ შმიდტია. აღსანიშნავია, რომ ევროპის ტოპ 5 ლიგის მოქმედ მწვრთნელებს შორის გერმანელ მწვრთნელზე დიდხანს ერთ გუნდში არავის უმუშავია. მისი და ჰაიდენჰაიმის მაქსიმუმი კი ბუნდესლიგაში აღზევება, გასული სეზონის მერვე ადგილზე დამთავრება და კონფერენს ლიგაზე გასვლა. მიმდინარე სეზონში კი რთულ მდგომარეობაში არიან. შესაბამისად, ბუდუს მიზანია გუნდს ბუნდესლიგაში დარჩენაში დაეხმაროს. ჰაიდენჰაიმი ძირითადად 4-2-3-1 სქემით თამაშობს. კარლსრუე კი 4-4-2-ით თამაშობდა. ნახოთ, როგორ მოერგება ქართველი ახალ სქემას. რაც შეეხება გუნდში მის კონკურენტებს. ჰაიდენჰაიმს 4 ფორვარდი ყავს. მიმდინარე სეზონში კი 4-ვე მერթად ჯამში 6 გოლის გატანა შეძლო. ბუდუმ კი მიმდინარე სეზონში 14 გოლი და 7 საგოლე გადაცემა დააგროვა. შესაბამისად, ვფიქრობ, მის კონკურენტებზე არ უნდა ვიღებოთ. მოკლედ, ის ხა დაგვრჩენია, დაველოდოთ 11 იანვარს. თქვენ კი მანამდე დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში ამ ტრანსფერთან დაკავშირებით. ახლა კი იტალია, სადაც ყოველთვის მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კვლავ ტრავმა აწუხებს და მინიმუმ შემდეგ შეხვედრას ფიორენტინასთან გამოტოვებს. ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ შეხვედრის წინა პრეს-კონფერენცია სწორედ ამ თემაზე საუბრით დაიწყო. პოლიტანო ამ შეხვედრის განაცხადში არ იქნება. ბოლო კვირაში მცირე პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მარტო ის არა, კვარაცხელიას არ არის განაცხადში. ასე რომ, კიდევ ერთი ინფორმაციაც გითხარით. გაუთვალისწინებელი ამბები, მცირე თუ დიდი ზომითი, სეზონის ნაწილია. აქამდე ტრავმებს კარგად ვუმკლავდებოდით, ლობოტკასა და გილმორის შემთხვევაში. ახლა ბონჯორნოსა და კვარას ტრავმებთან გვიწევს მუშაობა, რომელიც მუხლის პრობლემის შემდეგ ბოლომდე დამოჯამრთელებული ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ მას ამასთან კუნთის გადაღლაც აღენიშნება. ვეცდებით დანაკლისი გუნდურად შევავსოთ, როგორც ამას წარსულში ვაკეთებდით. შესაძლებელია, რომ კვარაცხელიას და პოლიტანოს არყოფნაში შეტევაში სპინაცოლა მითამაშოს. ის თავიდან გარემარბი იყო, როცა იუვენტუსის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. ცველი ის შემდეგ გახდა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის გამო უდინეზესთან შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ შემდეგ ბოლო ორ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. ნებისმიერ შემთხვევაში მალე გამოჯამრთელება ვუსურვოთ ქართველ შემტევს. აქვე გეტყვით ერთ საინტერესო ფაქტსაც. ცნობილმა ვებგვერდმა კაპოლოჯიმ სერიას მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების რეიტინგი გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ იტალიური ფეხბურთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ტურინის იუვენტუსის ფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩია, რომელიც ყოველწლიურად 22,2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელებს, ხვიჩა კვარაცხელია ამ სიაში 177 ადგილზეა. წელიწადში 2 მილიონი ევროთი. 407 ადგილზეა საბა საზონოვი 640,000 ევროთი, ხოლო საბა გოგლიჩიძე 564 ადგილს იკავებს 150,000-იანი შემოსავლით.
იტალიური ამბების შემდეგ კი საფრანგეთი და გიორგი მიქაუტაძის ლიონი, რომელიც 2025 წლის პირველ შეხვედრას 4 იანვარს მონპელიეს წინააღმდეგ გამართავს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის წინა პრესკონფერენციაზე ქართველი ვიხილეთ, რომელმაც მასთან დაკავშირებულ სატრანსფერო ჭორებზე და ლაკაზეტთან კონკურენციაზე ისაუბრა. ცხადია, ყველა ფეხბურთელს უნდა რომ სულ თამაშობდეს და მეც ასე ვარ, თუმცა გუნდში ხომ სხვებიც არიან. არჩევანი მქონმა უნდა გააკეთოს. ბევრი მუშაობაა იმისთვის საჭირო, რომ მინდორზე მუდმივად გასვლის უფლება მოვიპოვო. სეზონის დასაწყისი ჩემთვის კარგი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ახლა სიტუაცია სულ უფრო უკეთესი ხდება და რასაკვირველია, ეს ძალიან პოზიტიური ამბავია. სტატისტიკური კუთხით კონკრეტულ მიზანს არ ვისახავ. თავარია ბოლომდე დავიხარჯო. შედეგებს კი სეზონის ბოლოს ვნახავთ. ამჟამად იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ საუკეთესო ფორმაში შევიდე. ამისთვის ვარჯიშების შემდეგ მინდორზე ვრჩები და კონცენტრაციას დამაგვირგვინებელ ფაზაში საჭირო კომპონენტებზე ვახდენ. დავწმუნდი, რომ ცხოვრებაში არის შესაძლებლობები, რომელთა ხელიდან გაშვება არაფრის დიდებით არ შეიძლება. თუ კი ბევრს იშრომებ, შედეგი აუცილებლად მოვა. სატრანსფერო ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ. ლიონში 6 თვის წინ მოვედი და გუნდის დატოვებას ნამდვილად არ ვაპირებ. მე მხოლოდ ლიონზე ვფიქრობ და მომდევნო შეხვედრისთვის ვაგრძელებ მზადებას. ყურადღებას არ ვაქცევ, რასაც ჩემზე წერენ. სატრანსფერო ბაზარი ისეთია, რომ მასზე არ უნდა იფიქრო. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მიქაუტაძეს გალათასარაის უკავშირებდნენ, თუმცა როგორც თავად მოისმინეთ, ქართველი ლიონის დატოვებას არ გეგმავს. ახლა კი კვლავ UFC და დვალიშვილის მოახლოებული პირველი ქამრის დაცვა. მოგეხსენებათ, რომ დვალიშვილის და ნურმაგომედოვის სიტყვიერი დაპირისპირება კარგა ხანია დაწყებულია. ამჯერად მედიასთან უმარმა ისაუბრა, რომელსაც ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა დაამარცხოს დვალიშვილმა. მესმის, რომ მერაბს არ სურს სარისკო ბრძოლა. მას შეუძლია ჩემი დამარცხება. ეს რეალურია, მაგრამ ის მე ვერ გამტეხს. ყველა შეუძლია წაგება, ყველა შეუძლია მოიგოს. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა მოხდება ბრძოლაში. თუ შიშზეა საუბარი, მაშინ ვფიქრობ, დვალიშვილს უბრალოდ არ სურს გარისკვა. ის ვერ დამამარცხებს. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება დამამარცხოს მერაბმა, რადგან მე ყველა კომპონენტში მასზე ძლიერი ვარ. შემეძლია როგორც დგომში, ისე მიწაზე ჩხუბი და ეს არ უნდა დაგავიწყდეთ. მას ძალიან უნდა გაუმართლოს, რომ მიწაზე ერთხელ მაინც გადამიყვანოს, მაგრამ მას კონტროლი არ შეუძლია და თუ ზურგს მომცემს, აუცილებლად მოვახშობ. ვფიქრობ, მერაბი უბრალოდ უნდა შეებრძოლოს ბიჭს, რომელსაც მისი დამარცხება შეუძლია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ 100%-ით გალიაში შევდივარ და მას დავამარცხებ. მას სურს შეებრძოლოს შონომალის, პიოტრ იანს ან ვინმე სხვას, რადგან იცნობს მათ, ეს მარტივი ფულია. დვალიშვილი ჩემთან ერთად ღრმა წყლებში უნდა შევიდეს. ჩვენი ჩხუბი დიდხანს გაგრძელდება, გრძელი ღამე იქნება. ის ვერ გამაკონტროლებს. მე მაქვს კარგი უნარები. შემიძლია დარტყმა, შემიძლია ბევრი პრობლემა შეუქმნა მას. მაგრამ როცა გალიაში შევდივართ, არ ვფიქრობ, რომ მას ჩემი ეშინია. მე ვიცი, რომ ის ადამიანია, ვინც ჩემს ცემას შეეცდება. ეს დიდი ბრძოლა იქნება. თავხედური იქნება იმის თქმა, რომ მერაბი ჩემთვის ადვილი ის კარგი მებრძოლია, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე რთული ბრძოლა სენდჰეგენთან ჩავატარე. მოკლედ, ეს ბრძოლა უფრო და უფრო საინტერესო ხდება. მის დაწყებამდე კი სულ უფრო ცოტა დრო რჩება. შეგახსენებთ, რომ დვალიშვილის და ნურმაგომედოვის დაპირისპირება 19 იანვარს UFC 311-ზე გაიმართება. ბოლოს კი, თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგხსნეს შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეტ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.